დავწიეთ მიკროფონი. დღეს დედაქალაქის მოსახლეობას წარუდგინეთ ადამიანები, რომლებიც სიით საკრებულოში იქნებიან წარმოდგენილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება და რა თქმა უნდა იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული და იმ ხედვის განხორციელება, რომელსაც წარუდგენთ თბილისის მოსახლეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გუნდი ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და რა თქმა უნდა მშვიდობას შემდეგ მოსდევს ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც აუცილებელია როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში და უბნების დონეზე. თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ერთი თვე. ერთ-ერთი ოპონენტი არის გიორგი გახარია, ორივეს კითხავთ ვაცადოთ ერთმანეთს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი გახარია იმყოფება საზღვარგარეთ არჩევნებს. მიზეზი რა არის? თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ერთი თვე. რა არის მიზეზი, რატომ არ ჩამოვიდა? ხო, არ ვიცი ხა როცა პარტიაში თათახვედელიანი კეკენაძე, ნათელა მეზრიშვილი და ბუჩუკური გელოდება, არც მე არ ჩამოვიდოდი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკის უკაცრავად. მითხარით? კი დღეს ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოხდეს ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა, იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება, ყველა განცხადება იყო გაჯერებული ტყუილით, სიცრუით, მუქარით. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. გულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაცია, ტრამპს, თქვენ იცით, რომ თავარი მესიჯები რაც არის გაჟღერებული, ეს არის Deep State-ის გლობალური ომის პარტიის დამარცხება, ასევე ომის დასრულება. ნახოთ თუ როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ანგარიშის მოსადებები და გაგზავნილი, რაც ეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, აი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი შეფასება როგორ იქნება და ასევე რომ შევახსოვოთ ზოგადად ის სტარტი ხო ხედავთ ამ საკითხს. ნუ ზოგადად კრიტიკას ხო იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერმა თქვა, რომ ნაწილი შესრულებულია და მხოლოდ პრინციპული საკითხები არის დარჩენილი. ფიქრობთ თუ არა, რომ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ზოგადად გულგზავნოს კავშირი? ხო, ნახეთ როგორი თემა არის. ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით როგორც არის ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია. მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ სრულ განცხადებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე არის დაფუძნებული, არანაირი სიმართლე, ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმენთ, თუნდაც აი პირობითად მაგალითისთვის მომყავს გამჭვირვალობა, რატო შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ევროპულ ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს. ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები და უბრალოდ ხო იცით ძალა აღმარცხნავსო, ეს დამოკიდებულება აქვს, უნდათ ქართველი ხალხი დაჩაგრონ. ჩვენ ასეთი შემთხვევები ქონდა შანტაჟის, მუქარის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ და ბოლო იარაღი რაც დარჩენიათ, რითაც დღეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. და მე დარწმუნებული ვარ, აქაც ისინი იქნებიან დამარცხებული, იმიტომ რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს და სიმართლე არის ზოგადად ქართული სახელმწიფოს მხარეს. ბატონო, მინდა გითხოთ არასამთავრობო სექტორზე დაწყებულ გამოძიებაზე მათი საქმიანობის გარშემო. თავად არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ამ გამოძიებას აქვს პოლიტიკური მოტივი და რომ მათ მიერ გაწეული ხარჯები გასული წლის აქციების დროს არ შეიცავს რამე კანონს საწინააღმდეგოს. ეს გამოჩნდება, ყველაფერი გამოჩნდება გამოძიებით. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეს ქვეყანაში
ჩვენ არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციები არის, უბრალოდ შეფუთულია არასამთავრობოს დასახელებით. რეალურად ისინი ემსახურებიან გარე ძალებს, მათი გავლით ხდება ფულის შემოტანა ქვეყანაში, რომელიც უკვე ხმარდება და იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება იმისთვის, რომ გაღრმავდეს პოლარიზაცია, გაღრმავდეს ქართული ხალხის ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება, რევოლუციის მოწყობა და ასე შემდეგ. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს. კი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს და არ უნდა მოხდეს ის ზღვა, ყველა მათი ქმედება, დაფინანსება და სხვათა შორის ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ ისაუბრა, ისევე როგორც საქართველოში, შეგვიძლია საუკეთესო მაგალითად მოვიყვანოთ, სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებოდა ამ ტიპის ორგანიზაციები, რომ მომხდარიყო სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, ექსტრემიზმის დაფინანსება, სიზულულის დაფინანსება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა ძალიან ცუდი პროცესები. ასე რომ არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირებები მოეწყოს. გამოძიება ყველაფერს იტყვის. მადლობა.